მადლიან მიწაზე პატარა კოლხურ ქალაქ სენაკში 1940 წლის 26 აგვისტოს სარა და გაბრიელ ეფრემაშვილების ფუძეზე ვაჟი იშვა შალვა ეფრემაშვილი ორი ენის ქართველთა და ებრაელთა სიყვარულით ნასაზრდოებით მაწვილი სწავლობდა ცხაკაიას მეორე საშუალო სკოლაში 12 წლის ასაკში შალვა ეფრემაშვილმა დადგა პირველი ქორეოგრაფიული ცეკვა, რომელმაც სასკოლო ფესტივალზე ღირსეული პირველი ადგილი მოუტანა. ეს გახლდათ მისი დამოუკიდებელი წარმატებული ნაბიჯი. მას შემდეგ გაფართოვდა შალვა ეფრემაშვილის შემოქმედებითი არეალი. გახლდათ სენაკის ქორეოგრაფიული ანსამბლის ერთ-ერთი წამყვანი და გამორჩეული მოცეკვავი. სხვადასხვა კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატმა არაერთი თაობა აზიარა ხელოვნებით ტკბობას. წლების განმავლობაში შალვა ეფრემაშვილის სენაკის ქორეოგრაფიული ცხოვრების სავიზიტო ბარათად იქცა. ყველას ხიბლავდა სცენაზე მისი სილამაზე, განუმეორებელი კოლორიტი, ის ყველაზე ტრადიციულ აღიარებულ ნამუშევრებშიც კი ცდილობდა თავისი თვალთახედვა შეეტანა და გაემრალა ფეროვნებინა ცეკვა. ორგანიზებულობა, რიტმის ცვალებადობა და გადამდები ტემპერამენტი ახლდა მის ყოველ გაკვეთილს. 1997 წელს 32 წლის ასაკში მეუღლესთან და 5 წლის ვაჟთან დავითთან ერთად კურთხეული კოლხების მისწიდან ისტორიულ სამშობლოში ისრაელში დაბრუნდა. Shalom Aleichem,
თავის შვილებს მუდამ ცრემლ-მორეული სიხარულით ეგებება, რათა გულში ჩაიგდეს, გაიხაროს და გაახაროს. შეუძლებელია ცრემლებამდე არ შეიძრას თითოეული ჩვენთაგანი, როცა ამ სიყვარულს ვხედავთ ორი ეს ქართველთა და ებრაელთა. თქვენ ხომ ჩვენი სულის ნაწილი ხართ. აქ მოსვლით მშობლიურ მიწას დაუბრუნდით. მონატრებული და მომლოდინე გულის კარები გააღეთ. დაილოცოს თქვენი ბედნიერი დაბრუნება სამშობლოში. წლების შემდეგ დღეს ჩვენს პატარა კოლხურ ქალაქს სტუმრობენ შალვა ეფრემაშვილის შთამომავალი, დავით ეფრემაშვილი ვაჟებით, გაბრიელ და შალვა ეფრემაშვილებით. შალომ, ბატონო დავით, ხავთ სცენაზე. მიყვარს ჩემი საქართველო, მიყვარს მისი მთაწყველი. დაე, მუდამ ერთად ვიყოთ სენაკი და ისრაელი. მე ლექსით გავხსენე, იმიტომ სტრემლები მომდის თვალებზე ეხლა უფრო მონებაზე მოვადა. საამშვიდობის და ჩემო ძვირფასო ხალხო, ჩემო სენაკელებო, მე სენაკში ვარ დაბადებული. 6 წლინახევრის ვიყავი, რომ დავხტები სენაკი. დღეს 59 წლის კაცი ვარ, აბუა კაცი ვარ. და არ ვივიწყებ იმ მამის ტრადიციას, რომელმა მამამ აქ სენაკში 1000-ობით ბავშვები გაზარდა და ისრაელში 100-ობით ბავშვები. მე დიდ მადლობას მოვახსენებ სულ ყველას, ყველა ორგანიზატორებს, ყველა ხალხს, ეკითხა სახელებს ვერ ვიტყვი, რაც მახსოვს ქალბატონი ირმა, სულ ტელეფონებზე ვიყავით, ინტერნეტში ვიყავით, ფეისბუქებში ვიყავით, რომ ყველაფერი ლამაზად გამოსულებო. დიდი მადლობა ქალბატონო ირმა, დიდი მადლობა ყველაფრისთვის და ყველა თქვენ კიდევ ვინც მხარში გიდგია, ის ყველა გენერალი დირექტორები ვინც არიან აქ, სენაკელები, დიდი მადლობა ყველა ხალხს, დიდი მადლობა ბატონებო, ქალბატონებო. ჩემო ქალბატონო, დიდი მადლობა ასეთი ლამაზი გამომცხადებისთვის. ეს ყველაფერი ისრაელში მიდის შაბათს. ჩვენ შაბათს ბრუნდებით ისრაელში და ყველაფერი მიმაქ აქედან, ეს სილამაზე, ეს ასეთი ლამაზი კულტური ადგილი რო გაქვს და ამ სცენაზე მე გავარ ახლა და ჩემი ყველაფერი კანკალობს, აი სადაც ჩემი მამა გამოდიოდა ცეკვამ და ფრინავდა აქაერში. აქ ზიან კიდევ უზარმაზარი ქორეოგრაფები, ბატონი გურამი საჯაია, ბაბუ, ბატონი მერსი, რომელიც ცეკვამდე ჩემ მამასთან, როცა ახალგაზრდები იყვნენ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, დიდი მადლობა ამ სიყვარულისთვის, დიდი მადლობა ამ ერთობისთვის. იცოდეთ ჩემო კარგო ხალხო, ბევრი რამეს თქმა მინდა რეგება, ჩემი ემოციებით ეხლა არ მინდა წერილით გავსვიდე სცენაზე, ისეთი კაცი ვარ, მე სულ ყველაფერი ემოციებში მაქვს და მე იცოდეთ, რომ დავით ეფრემაშვილი, შალიკო ეფრემაშვილის შვილი აგზელებს ისრაელში, ქალაქ ბერშევაში იმ ტრადიციებს, რომელიც თქვენ გეგეხარდება და თქვენ გიყვარს და თქვენ აი ეს ხალხი ხართ, რომ თქვენ გეგუქნით, ჩვენ რასაც ვაკეთებთ ისრაელში. იცოდეთ, ჩემი ანსამბლი, მე, ჩემი შვილებით და ჩემი მოსწავლეებით ვასახელებთ საქართველოს, იცოდეთ, ჩვენ ისრაელში. ჩვენ რომ ქართული ჩოხებით გამოვართ ისრაელში სცენაზე, სხვა ეროვნის ხალხი თვალები აქვს ასე დაპრეცილი, ესენი ვინ არიანო. და ჩვენ რომ აზიასკებით და ხლებით რომ აერში და ფარიკაობა და ხორმის ცეკვი და იქ წარმოიდგინეთ რა ხდება. სხვადასხვა ეროვნებიდან რო არიან ჩამოსულები, არც ერთ ერს არ აქვს დაკავებული ისეთი ურთიერთობა,
ქართველ და ებრაელებსა, ქართველ ებრაელებს, ქართველებთან იცოდეთ. ეს ისრაელში. მე ამას ვიტყვი და ამას ვიფეჩაც ვარქავ ჩემ ქალაქში, ჩემ სენაკში, იცოდეთ ეს. დიდი მადლობა ჩემო კარგო. ყველაფრისთვის. მე აქ მინდოდა ანსამბლის ჩამოვანა, მე მგონია აგვისტოში აქ შემოვიპარები ისევე დაპატიჟებული ვარ ჩემი ანსამბლით. ამბროლაურში 2 კონცერტი უნდა ჩავატარო იქ და მე მგონია აქ შემოვარდები ჩემი ანსამბლით და განახებთ იმ სილამაზეს, რომელიც სილამაზეც ხდება ისრაელში. დიდი მადლობა აგერ მუსიკოსები ზიან, ჩემი ბაბუ კარლო ჯაიანი, რომელიც მამასთან უკრავდა. ახალგაზრდები, სულ სურათებითა მორთული ჩვენი სახლი, დედაჩემი მიწოცხლოს ღმერთმა. ჩემი სტემური, მამაჩემის გაზდელი, ჩემი გიზო, ჩემი მამუკა, ჩემი ელგუჩა. დიდი მადლობა ყველასთვის, დიდი მადლობა. ჩემი ზვიადი, ჩემი ლონდერი, სუღრას სენაკელებო, ოცნით მამის სცენიდან. ყველთანაა ყოველთვის. თქვენს გელოდებით ისრაელში იცოდეთ. ეს არ მოხდება, რომ თქვენ ჩემთან არ ჩამოვიდეთ და იმ დაგარაღებთ იმ სილამაზეს, იმ ერთობას და იმ სიყვარულს, ჩვენ რას ვაკეთებთ ის ეხლა სილამაზეს განახებთ სცენაზე. ღირსეულად თავის დაჭერა, პეწიანად კოსტუმის მორგება, ფორმისა და მოძრაობის შეგრძნება, ეს იყო კარგა, რომელზეც შალვა ეფრემაშვილი გამოსახავდა თავისი გმირების პორტრეტებს. ისინი კი მრავალფეროვანი, მაგრამ მაინც განსაკუთრებით ცეკვა ქართულს გამოარჩევდა. წლების განმავლობაში ბატონის შალვას უცვლელი პარტნიორი გახლდათ ჩვენთვის ყველასათვის საყვარელი ქორეოგრაფი ეთერ საჯაია. უსაზღვროა განგება ხვდისა. წლების შემდეგ დღეს სწორედ ამ სცენაზე ცეკვა ქართულს შალვა ეფრემაშვილის ვაჟი დავით ეფრემაშვილი და მისი მამის უცვლელი პარტნიორი ქალბატონი ეთერ საჯაია შეასრულა.
ჩემი დედა სამშობლო.